მეგობრებო, გათეორიანდით ფიტნეს პლანეტარზე და თქვენ გაიგებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ბოდიბილდინგ და ფიტნესზე. ჩვენ ვილაპარაკებთ ფიზიოლოგიაზე, სპორტულ მედიცინაზე, პარიშის მეთოდიკებზე, სწორკვევაზე, ჯანმრთელობაზე. ვილაპარაკებთ ნატურალ ბოდიბილდინგ და ფიტნესზე. ასევე ჩვენ ვილაპარაკებთ როგორ ვითარდება ბოდიბილდინგი და ფიტნესი საქართველოში და მსოფლიოში. თქვენ კითხვებზე მიიღებთ კოლექტიურ პასუხს. შემდეგი ტერმინი დედრიფტი. ან კუდაგი მიზიდვა. აუცილებლად გასწორებული ფეხებით. ამ დროს არ შეიძლება რომ იყოს მოკლე მოხდილი. შემდეგი მოძრაობა powerlift. ან შტანგის მიზიდვა მცენარედან. კარგით. რომაული მიზიდვა. კეთდება მოღრუბლული მუხლებით. არის კიდევ დედლიფტი, ხო? დარი მიზიდვა მაჩვენე. განსხვავება იმაში, რომ დედლიფტი კეთდება სწორი ფეხით. შემდეგი ტერმინი ფრანგული აჭიმოა ტრიცეპსზე. კარგად. ჯერ გამტელით, გაჩვენეთ. ასე. შტანგითაც შეიგნება. ეს არის ფრანგული აჭიმოა. კეთდება თავის უკუნიდან. გაამახსოვრეთ. კარგად. ესეც ითვლება როგორც ფრანგული აჭიმოა ტრიცეპსზე, იმიტომ რომ კეთდება თავს უკანიდან. ეს არის მთავარი. მაგრამ ეს ვარჯიში რომელიც კეთდება შუბლიდან, ეს ვერ არის უკვე ფრანგული აჭიმოა. ეს არის ჩვეულებრივად ვარჯიში ტრიცეპსზე შუბლიდან. იმიტომ რომ არ კეთდება თავის უკანიდან. პრინციპი 21. ნებისმიერ კუნძულზე შეიძლება გავაკეთოთ ერთ მისვაში კეთდება 21 ჯერ. ჯერ პირველი ფაზა ნახევარი მოძრაობა, მეორე ფაზა ბოლომდე და მერე მესამე ფაზა მთელი მოძრაობა. მეორე ფაზა 7 ჯერ. მესამე ფაზა 7 ჯერ მთელი მოძრაობა.
ეს არის პრინციპი 21. ეს პრინციპი შეგიძლია მოახმაროთ ნებისმიერ ვარჯიშის დროს, ოღონდ ბოლო ორი მისვლა.